მომისმინე ბოლომდე და მიხვდები, რატომ ვერ ახორციელებ იმ ძალიან მაგარ იდეებს, რაც თავში მოგდის. როდესაც მოგივა იდეა, შენ ამ მომენტში ხედავ მის მაქსიმალურ შედეგს და აინთები ამ იდეით. შენი ტვინი იღებს პოზიტიურ იმპულსებს, გამოიყოფა დოპამინი და ხარ ბედნიერი, ხარ აღტაცებული. ხედავ ამ იდეას მხოლოდ იდეალურ პირობებში, როცა ყველაფერი ისე ხდება, როგორც შენ გაწყობს. მაგრამ როცა უკვე საქმეზე მიდის და ამ იდეის რეალიზაციას იწყებ, აღფრთოვანება ცოტათი იკლებს, რადგან ხვდები, რომ ახლა უკვე მოქმედების დროა. ეს უკვე ისე ლამაზად აღარ გამოიყურება. გადადიხარ მოქმედებაზე, აქ უკვე ხვდება წინააღმდეგობები, რაც შენს მოლოდინებთან აღარაა თანხვედრაში, ნელ-ნელა იწყებ შენელებას, ჩნდება პირველი იმედგაცრუება და თუ აქამდე შენი ტვინი დოპამინით მარაგდებოდა და იყავი ენერგიული, ბედნიერი, ახლა შენი დოპამინის გამომუშავება მცირდება და გრძნობ იმედგაცრუებას, ენერგიის ვარდნას. ხშირ შემთხვევაში ადამიანები სწორედ ასეთი წინააღმდეგობის შემდეგ ანებებენ თავს იდეას. არა და შეიძლება იდეა იყო მართლა ძალიან მაგარი. წარმოიდგინეთ, აღარ ვამბობ ინტერნეტზე ან ამ პლატფორმაზე, სადაც ახლა მე თქვენ მიყურებთ, ნათურაც კი არ გვექნებოდა ედისონს 10,000-მდე ცდა რომ არ ჩაედარებინა, 10,000-მდე პროტოტიპი რომ არ შეექმნა. თქვენ კიდევ პირველივე წინააღმდეგობის შემდეგ შეწყვიტეთ მოქმედება. შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით, როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც მორიგი გენიალური იდეა მოგივათ.